ეს არის უცხოელების შემოსვლა საქართველოში. ფასების თემა უმწვავესად დადგა 2022-ის შემდეგ, როდესაც საქართველოში შემოვიდა 200,000-ზე მეტი რუსეთის მოქალაქე და ამის შემდეგ ნინიაზბაღი ხო არის და შემოდის ვისაც უნდა და გადის, ხო? ფასებზე ამან იქონია გავლენა, რომ საქართველოში ცხოვრება ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა საქართველოს ქართულ ხელფასზე მომუშავე საქართველოს მოქალაქისთვის. თქვენ მე მითხარით, შეუძლია თუ არა ქართულ სტუდენტს იფიქროს, რომ საქართველოში იყიდეს ბინას. აი იმ რაღაცა იმებს კორპუსებს რო აშენებენ და დასახლებებს. აქ პრობლემა ხო ეგ არის, რომ ეს დასახლებები ნუცუბიძეზე იქნება ეს თუ კვარიათში იქნება. საქართველოს მოქალაქისთვის არ არის. საქართველოს მოქალაქე ვერ თვლის, რომ მას ხვალ ექნება გიორგი და ნინო, ახალ შეუღლებული წყვილი. მას ვერ ექნება იმდენი ხელფასი, რომ წავიდეს, გამოიტანოს იპოთეკა, მონობაში თავი არ ჩაიგდოს, ბაღში დაისწვენოს და ეს ბინა იყიდოს. ეს ბინა ქართველებისთვის არ არის.